საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულებულია. შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში გაიმართა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში განიხილა, როგორ უნდა განახლდეს შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ძალიან ბევრი პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა, სადაც გამოითქვა მზაობა იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდეს ახალი სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც კონკრეტული შედეგებით და კონკრეტული მიმართულებებით იქნება გამორჩეული. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს შეხვედრა მიმდინარეობდა უაღრესად მეგობრულ და თბილ გარემოში და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ შეხვდნენ და მათ შორის სენატორები, კონგრესმენები, სხვადასხვა think tank-ის წარმომადგენლები საკმაოდ კარგად ფლობდნენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, კარგად ესმოდათ ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ გვქონდა და იცნობდნენ იმ პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების გამოწვევას, რის წინაშეც საქართველო დგას.